გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ გიბრუნდები ჩვენი ვლოგით, უკვე მეორე კვირაა. და დღეს მივდივართ მოკლედ ახლა არადანი ბეს თამაშზე, GTC-ს ვეთამაშებდით GTC ბეს და ვნახოთ რა მოხდება. მე ჩვენი ვლოგი გაგრძელდება უკვე არადანი თბილისის სიტის თამაშით, ეს უკვე სუპერლიგაში და დაგააპდეიტებთ რა ნელ-ნელა, ნახავთ იქ რა სიტუაცია იქნება. ბიჭებსაც გადაველაპარაკებით და მოკლედ ვიყურეთ და არინანებთ, იმედია. თუ ფეხბურთი გიყვართ, მინიმუმ არინანებთ. მოკლედ მოვედით ახლა სტადიონზე. ჯერ ბავშვები ვარჯიშობენ, როგორც აქედან ხედავ და იგი ნიკუშანებსაც გამოჩნდა უკვე ჰორიზონტზე. მოდის კოკაკოლით ხელში. ბასა ეს ინჩეს ვარეს. როგორ ახარ? კარგად არის. ხართ მოგების გაწყობაზე. კი, აბა. მაგრამ ჯერ რა ხდება ბავშვები ვარჯიშობენ? ჯერ ბავშვები ვარჯიშობენ. კაი. ბიჭები იქ არიან ყველა გეუბნები. კაი, დავაი მივდივარ. როგორ გამოკანჭულოთ აქ? მაგაჩუნია ხუთი თავრო არ დავიწყო. პირველი დავახან. როგორ? კარგად ხი? შვედ. ჭება ფორმა რომელი მასია რომ ამოვიგო ჩანდა. პარო ბიჭები. ზმო, ხანახი საბირი წაგი მოსულო. რა შვები გიო? აწყობეობს? 0-2 და მე. ხო არის ულამაზეს. ერთი ვერ გაიტანს გოლს, ინტერვიუს არ მოგცემთ არავის. მალე შეგვიშვებთ. ხურდებიან აგერ ბიჭები. მალე წება. თამაში. შემიშვება შიგ. ხო და არ უნდა 4. ბევრი გადავახვიოთ რაღაც. ერთი აღარ არის. არა. ნახე რამ ხელა მონდომებოსდები. ოდო მოინდომე. ელო და დიკო, ამაც წინ იქნება ოთო, ოთო, დაგეხმარება სოციოლოგიო, ხანდახან გასამდება კიდეც. Sometimes Diko, you and Elo start in two periods, okay? And Otto plays up front. We got to იქნება და ზუგა. ხაზი ჩაწი ერთად რა გუკა. ხაზი ძალიან მაღლა არის ხოლმე რა ხშირად. მესამე ტურია დღეს მეგობრებო. მესამე ლიგის მესამე ტურია. ორი ტურიდან ორივე მოვიგეთ, კარგად დავიწყეთ სეზონი. სამი არის რიცხვი ფოტოშოპ. და სამია დღეს რიცხვი, მესამე დამთხოვა ეს. ვეთამაშებთ GTC ბეს, რომელთანაც ნათამაშები გვაქვს აქამდეც. არაერთხელ წინა სეზონში ორჯერ ვითამაშეთ, მე ამ ხანაგური ვითამაშეთ. საკმაოდ კარგი გუნდია. აი თამაშობდები და მთავარია რომ გავიდეთ ხა მოედანს და მოედანი ხელს გვიწევს რომ ვითამაშოთ ფეხბურთს. ვინ დააყენე ისე მითხარ შემადგენლობა? ოცო დავაყენე კოკაიას მაგივრად, კოკაია როგორც ის სინჯერზეა ლოს ანჯელეს გალაქსიში და თუ დაიტოვებენ, დარჩება თუ არა და დაბრუნდება უკან. ოთო არის ერთადერთი ცვლილება. დანარჩენი წინა შემადგენლობიდან იგივე და გვალია კიდე მარჯვნიდან, იმიტომ რომ სერგო არ არის დღეს. და სერგო ხვალ იქნება სავარაუდოდ სუპერლიგაში ხო? ხო, ხვალ დავიმატეთ სერგოს მაგისტრად. კაი. კაი, არაფერი იმედია მოვიგეთ რა დღესაც. კაი, მადლობა. გუკა. ეხა პირველად თამაშობ ხო ამ სეზონში? რატო? სათი. დღეს ხოძე ხარ? ეს გამარჯვებით ხარ. უეჭველი. ჩემი ნაცავი აღმოაჩინეთ GTC-ში და როგორ მოხდი GTC-ში მითხარ? არ გამოყო იდექი. ჩემო ბათუმმა მეგობარმა მითხრა, აქა წინა სეზონებში არ იყავი ხო? არა, პირველად ვარ და ძალიან კაია, ტურნირი დარდება. მოხდა სიტუაცია გუნდში? ძალიან კაია, მეგობრული სიტუაცია. არადანზე რა იცი ჩვენ გუნდში? ამ ხარაგური ქონდა და გავხიეს. პირდაპირ მნიშვნელობით. აი დღეს რა სელოდები დღევანდელი? ვინმე ეს დაიმატეთ? არ ვიცი, ერთ ორ გოლს მაინც ნაშავა. ვინმე დაიმატეთ? დავიმატეთ, კი, კაი ბიჭები დავიმატეთ, ახალი ბიჭები ყავს 1-2 და იმედია რომ გამოგვადგება. დავაი, აბა შენი წარმატებები. მადლობა. გაიტანე, მაგრამ ჩვენ მოვიგოთ. შენ სახელს. დავაი. მოდი მოვიდა, აი, კაპიტანიც მოვიდა. მედია კარგად გადაიღებს გულ პირველად არის ეს რანგში და მე წავედი. მივდივარ. როგორ გამოვიტყო? აი, არ ვით.
მოკლედ მორჩა პირველი ტაიმი 2-0-ს ვიგებთ. იუსუფმა შეაგრა 2 გოლი. აი ეს არის იუსუფი 77 ნომერი. აქ ოთოს პატარა ტრამვა ჰქონდა და პატარა არ ყოფილა როგორც ჩანს, იმიტომ რომ გაყავთ. How you feel after scoring 2 goals for Aradani? The first 2 goals for me. I believe to got the hat-trick in second half. And we need to got 3 points today. It's a good match. And also all the players support me and the coach will support me. Anyone leave me up. And also let Matias score because he has birthday. I'll let him score today. Okay, thank you. Კაი. ხო, ეს ჩავსოთ მე გამოვა მამას. დავით, აქედან სად მიდიხარ? აქედან მიდივარ დინამო თელავზე მუშაობ ელიგაზე და ჩვენ დინამოს უნდა დავეხმარო, იმედია მიუსწრებ თამაშს და ოთხზე არის, ხო? უჩემოთ ვერ დაიწყება, იმიტომ რომ ექიმით ჯგუფში შევდივარ იქ და 4-ზე არის, ხო? 4-ზე არის კი. მიასწრებ მაშინ. სტრეჩერი, ექიმი. შენ როგორც კაპიტანი მაყოფილი ხარ? შენ კი, უბრალოდ სიცხეა და მოედანი ისევ ცუდია და ჩვენ ბოლომდე of the season. Thanks. მაგრამ ჩვენ სამ ქულას ვიწერთ ყოველ თამაში, იმიტომ რომ შემოდგომაზე სხვა მიზნები გვაქვს და რა თქმა უნდა. აი ეს არის ჩვენი შედეგი. მადლობა დავით. რა ვიცი, ჩვენი გეგმით მიზის, მე მგონი თამაში. ჩვენმა თავდამსხმელებმა ძალიან კარგად იმოძრავეს. ნახევარ-დაცვის იმედით რაც დავავალეთ, მე მგონი კეთდება. ლეგენდასთან ინტერვიუ უფასო არ არის. და რა ვიცი, Aradani. არადანი. How you feel? არადანი. I'm actually feeling is a very good game. It's sunny. This is my weather actually. The other team are suffering like this. So Aradani, I appreciate this team so much. Yeah, we're going to win, yeah? We're going to win this league this season. Up and down, we're winning it. Okay. Aradani, go. Yeah. Thank you. მოიხოდე რა. ნიუზელენდი არ ჩემიშო. თუს დავადებთ, არა პრობლემა. You promised you scored hat-trick today. So how are you feeling? I feel I promised everyone and the coach. I promised I got the hat-trick in second half, and I got my hat-trick, and I feel like first hat-trick for me in this league. I'm so happy and happy also for my team. Now we are 4-0. I think we got score more, and we need to win all the match and win the league. And how you feel playing in Aradani? I like this team. I love the coach. Also, every time support me, and every time he was for the back for me, and every time all the players support me. It's first time me in league in Georgia, so I'm so happy for that. I need to complete every match. Okay, thank you. Thanks. მორჩა პირველი შეხვედრა არადანი ბ. 5-0 მოვიგეთ და 2 გოლი გავიტანეთ 10 კაცით, ხო ნიკო? ხო. ხო. აგირჩევნია თუ ბათუმში პლაჟზე? აქ. იმიტომ რომ არადანი იგებს, ხო? ყოველთვის.
მედი აბა, გვესაუბრეთ ევანდო თამაშზე. კაი თამაში გამოვიდა. პირველ რიგში რაც მიხარია, რომ სტადიონმა რომ შეგვიწო ხელი და ვითამაშეთ ფეხბურთი. 5-0 მოვიგეთ, ცუდი რაც იყო წითელი მივიღეთ და ბოლოს უმფრიანმა ყვითელი მიიღო, ეგაა მარტო საწყენი. კლინშიტი, გოლები კაი გავიტანეთ კიდე. იმედია კარგად ჩანდა ყველაფერი. რამე ხარ უკმაყოფილო? არაფერი აი ბარათებით, რამეთი არაფერი და შეგაიღო. მორჩა მატჩი მოკლედ 5-0 მოვიგეთ. და ეხლა შემდეგი მატჩი გვაქვს უკვე თბილისის სიტისთან სუპერლიგაში, გლდანის საფეხბურთო ცენტრზე. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, თუ არა ისიც დაალაიქეთ ჯიგლოპონში. და მალე დაგიბრუნდებით შემდეგი მატჩიდან. დაგიბრუნდით მოკლედ დღეს თბილისის სიტისთან გვაქვს სუპერლიგაში მატჩი და შემოგთავაზებთ უკვე აქედან ლოგის გაგრძელებას. აგერ ხედავთ ხუღუ ფოტოგრაფია ჩვენი გუნდის ახალი დაწინაურდა. ხუღუ რატო დაწინაურდი ფოტოგრაფის პოზიციაზე? აი წინა თამაშზე გუშინ ფოტოგრაფად გამიწვიეს ველზე და კაი ფოტოებიდან გამომდინარე. კი, მაგითო გახო ზაგარი. არ მეყოლა. აი ეგ არის ჩვენ თამაშში ზაგარსაც მინიერებ ყველა სიკეთესთან ერთად. ხოძე ხარ? ჩანხარ. ყველაზე მაგრად შენ გამოგიძა გადადა. მოგეწონა? ძალიან ძერს ბლოგი იყო, ოღონდ შეჭიგებ. წუთენები განიხილავენ მატჩს. გამარჯობა, გივი. ცენტრი არის. ცენტრი არის. იდეთ ხა გულში მათი ვართან და ნახოთ რა ხდება რა, ნებს ვაგე პანერებს აწყობს მირეკავდა 1-2 წუთის წინ. უკვე ძალიან დიდ დროშებზე გადახვედი. აი მოვიდნენ ჩვენები. შენ. ვიცი ზახის არ მომხუდროთ რომ ყველაფერი. არ გინდათ მართლა? კი, ხო. ლუკა არის თბილისური კვარტეტის ბანი. ძალიან წარმატებული პიროვნება. და 9 მაისს გელოდება თავის კონცერტზე. იმედია ლოგი იქამდე დაიდება, რომ ყველა მოვიდეს. სადაა? არ ვიცი, ისინი სად არიან, არ ვიცი. აფხაზა არ ვიცი, მოდის თუ რაღაც სულად იყო გუშინ დავიეთ და ახალიაზე. This team, we have history, not a good history. So everyone try to be calm. You know, if something happens and if they foul you or if we foul them, don't get any emotional. You know, if the referee says something, live with it. Okay. And whenever you foul somebody, be respectful. If they say something, I will be the one fighting for you. You know, we don't get disqualified, we don't get fight. Okay. We want to play football, you play football. Don't be afraid of them because today nothing's gonna happen. Come guys, come. And don't lose your spirit, okay? Let's go guys. 1-2-3 არდან. 1 ნიან ბიჭები. ალე მეამხნევებს. და რიგე მაგუ პოპკორნები? კი თავად დაიხება. უზრუნველყოფილი. მეგობრებო, მორჩა პირველი ტაიმი 0-0 არის. საკმაოდ დაძაბული თამაშია და ნახოთ რა იქნება რა. ბიჭები ცოტა დაძაბულები არიან, მაგრამ იმედია გამოუსწორდებათ მეორე ტაიმში ხასიათი და მოვიგებთ რა. Play low block, so we need to pass even more. Well, why do we need to pass? Because we need to stretch their defense. When they stand like this, 4 guys here, 2. They defend like this. Everyone is compact. So, if you don't have the space here, what you have to do is you have to pass the ball and ask for the find the 3 men.
When you find the free man, there is the gap sometimes between the defense and then we can do attack. When კირკით გაახარე შენი გულშემატკივრები რა ერთი გოლი გულაც. ცოტა დამაცადეთ რა. მარცხენათი. დაუნდობელი მარცხენათი. მორჩა თამაში პირველი ფრეი არის სეზონის. არ ვარ რავი უკმაყოფილო სიმართლე გითხრა, მაგრად იყო მომზადებული მეტოქე გუნდი, წინასწარაც ქონდა რაღაც ლაპარაკი და აშკარად მზად იყვნენ აი ამ თამაშისთვის, რომ იცოდნენ რომ როგორი შემტევები ყავდა. ბლოკებში კარგად იდგნენ. პრაქტიკულად აი შეცდომა არ დაუშვიათ დაცვაში შესაბამისად. როცა შეცდომას არ უშვიათ დაცვა ძალიან ძნელია რომ გაარღვიო რა. ჩვენ მე გოლი გავუშვით და საკამათო გოლია და მე ძალიან მინდა შევამოწმო ეგ მომენტი, იმიტომ რომ თამაშგარე ნამდვილად აწია ხო, სადაც მან რა მოხდა იცი? ის არ შეეხო და ვიცი სხვაზე ქონდა აწეული და წინასწარ მაშინ არ უნდა აწიოს, თორე გაჩერდა იმან რომ პასი გააკეთა ჩვენმა ჩაჭრა და იქიდან მივიდა. ხო, მაგრამ აქია ყველა კვირა და აფსაიდი და გაჩერდნენ მცველები ხო და ამიტომ ცოტა ის იყო საკამათო მომენტია, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში შეიძლება და თამაში წაგებაც, იმიტომ რომ აი ესეთი გოლი გავუშვით და მაგრად იდნენ დაცვაში, მაგრამ ნუ ყვაყოფილი ხარ. არა, ბიჭები, ყვაყოფილი ვარ. გოლზე რა? მე რა მეხარია ყველაზე მეტად იცი რომ 1-1-ზე ყველა მორბოდა მოსაგებად რა და 1-1-ზე არავინ არ ვფიქრე წამით რომ ფრეზე შევინარჩუნოთ. მოდი და ყველა გიჟივით მერბოდა ხა, ნუ ბოლოს ძნელია. დოსუნ რაღაც ასწავლი გოლი გაიტანა, კიდე ეგ დავდოცადნა. გულშემატკივარსაც გავუსწორდა, მიუხედავად იმისა რომ ორი გოლი გავიდა. არა, გულშემატკივრების ძალიან მნიშვნელოვან მომენტში გვეხმარებოდნენ ხოლმე, როცა შეძახილებით დამხნარებდნენ. გენაცვალე ჯიგარო. აბა გენაცვალეთ ყველას. მეგობრებო, მორჩა მოკლედ შეხვედრა. როგორც გითხარი, ჩაკოსგანაც ავიღე ინტერვიუ, ეხა ბიჭებისგან ვერ ავიღე, იმიტომ რომ მაინც ხასიათი გაფუჭებული აქვს, რადგან ერთი მორჩა და ყველას მოგება უნდა და ეს ზოგადად ჩვენი მენტალიტეტია და იმახსოვრეთ. და დაგიბრუნდებით შემდეგი მატჩების ვლოგებიდან და იმედია უკვე გამარჯვებებით რა. პირველი ფრეია სეზონში და არა უშავს რა, ეხლა დაიწყოს თანაჯერ სეზონი და თავარია ის მენტალობა არის, რომ ყველას მოგება უნდა რა და მარტო ამისთვის თამაშობ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენმა თარადანი. და რა არჩევანი მარტო გაფასთვის. კარგად აბა.